ბავშვობაში დაბადების დღის ტორტის სანთლების ჩაქრობის დროს სურვილებს უთქვამდით და ყოველთვის გვჯეროდა, რომ ეს სურვილები აუცილებლად ახდებოდა. ნუ გაგიკვირდებათ, ეს სულაც არ არის ბავშვური ფანტაზია. სურვილების ახდენა რეალობაა. მთავარია იცოდე, როგორ ჩაიფიქრო სურვილი. როგორი სურვილები არსებობს? რა არის ის, რაც ყველაზე ძალიან გვინდა? დღეს ჩვენ ოცნებების ახდენაში დაგეხმარებით. ადამიანები ცხოვრობენ, რათა აიხდინონ თავიანთი სურვილები. და თუ სურვილების ასრულება არ ხდება, ადამიანები განიცდიან ფრუსტრაციას, იმედების გაცრუებას და ეს საკმაოდ ამდრგუნველია. პრინციპში სურვილები იყოფა რამდენიმე კატეგორიად. პირველი კატეგორია გახლავთ სურვილები, რომელიც დაკავშირებულია იმასთან, რასაც შეიძლება დავარქვათ სურვილები ვიყო. ანუ ვიყოსთან დაკავშირებული სურვილები, ანუ რა მინდა რომ ვიყო. ან რანაირი მინდა ვიყო, ან ვინ მინდა ვიყო. მეორე სურვილი, მეორე კატეგორია არის მქონდეს სურვილები. ანუ ყოფნის სურვილები ერთია, რანაირი ვიყო და მეორეა ქონის სურვილები, რა მქონდეს. მესამე კატეგორია სურვილებისა გახლავთ სურვილი, რომელიც დაკავშირებულია ყავდეს, არა მქონდეს, არამედ ყავდეს, ანუ მიმყავდეს, მეგობარი მყავდეს, მეუღლე მყავდეს, შვილები მყავდეს, ანუ ყველაფერი ის დაკავშირებულია სხვა ადამიანებთან ურთიერთობებთან. და ბოლოს, ესე იგი, შემდგომი ბოლო, ესე იგი, მეოთხე ჯგუფი გახლავთ სურვილები, რომელიც დაკავშირებული არის რაიმე ხთომილობებთან, რაიმე, ასე თქვათ, მოსახდენებთან, ანუ რა გსურს რომ მოხდეს. ნებისმიერ აზრს, რომელსაც გავიფიქრებთ, არ აქვს მნიშვნელობა პოზიტიურია ის თუ ნეგატიური გააჩნია ენერგია. რაც ჩვენს ცხოვრებაში ხდება, ჩვენივე ქვეცნობიერის ნამუშევარია. ეს თეორია დაახლოებით ასე იშიფრება. თქვენ იზიდავთ იმას, რაზეც უფრო ხშირად ფიქრობთ. სამყარო იღებს იმ იმპულსებს, რომელსაც უფრო მეტი ენერგია აქვს და არ ანსხვავებს კარგსა და ცუდ აზრებს. ამიტომ კარგად დაფიქრდით, რაზე ოცნებობთ. აი ამ სურვილების ასრულების ტექნოლოგიას თავისი ასე თქვათ ინგრედიენტები აქვს, თავისი წესები აქვს, თავისი ერთგვარი ალგორითმი აქვს. პირველი ეტაპი არის ის, რასაც ქვია სურვილების გამოკვეთა. თქვენ შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ზიგმუნდ ფროიდი, რომელიც ერთ-ერთი უძლიერესი ფსიქოლოგი იყო მე-20 საუკუნის, ის თავის მეგობარს წერდა წერილს იმის თაობაზე, რომ მან ათასობით ადამიანს ესაუბრა თავის ცხოვრების განმავლობაში, ათასობით გაჭირებულს ან დალხინებულს და აღმოაჩინა ერთი კანონზომიერება, რომ ადამიანებმა არ იციან თავიანთი სურვილების შესახებ. ისინი ვერაცნობიერებენ თავიანთ რეალურ სურვილებს. მაგრამ სურვილთა დიდი ოდენობა კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ სურვილების ახდენის შესაძლებლობა იყოს. პირიქით, რაც მეტია სურვილები, ისინი კონკურენციაში მოდიან ერთმანეთთან და ცხოვრება კიდევ არ არის ისე გამზადებული, რომ და ისე არ არის აწყობილი, რომ ადამიანს ყველა სურვილები შეუსრულოს. ამ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი ხდება ამ სურვილების დაცხრილვა და პრიორიტეტების გამოყოფა და დაყვანა იმ
პირველ მნიშვნელოვან ათეულ სურვილამდე, რომელიც მასიდან არის უმნიშვნელოვანესი. უпроსოდ მნიშვნელოვანთა შორის უმნიშვნელოვანესი. მეორე ეტაპი გახლავთ, ძალიან მნიშვნელოვანი ეს შეიძლება დავარქვათ სურვილების ჩათქმის ეტაპი. ის რომ ჩაუთქვა სურვილი ნიშნავს, რომ შენ სამყაროს აძლევ გარკვეულ მესიჯს, გარკვეულ შეტყობინებას, თუ რა ხსურს შენ მიიღო ამ სამყაროსაგან. და აი ამ დროს ადამიანი ახდენს აი ამ გამოკვეთილი სურვილის მოკლე ფორმულირებას, მოკლე ფორმულის სახით წარმოთქმას. სურვილების აი ამ ჩათქმის დროს და აი მოკლე წინადადებების 5-6 გამეორების შემდეგ ადამიანმა უნდა დაიწყო, ადამიანი გავადეს შემდეგ ეტაპზე. ეს ეტაპი არის ვიზუალიზაციის ეტაპი. აუცილებელია ის ერთგვარად დაინახო შენს თითქოს თვალწინ გიდგას ის სიტუაცია, როცა შენ ამ სურვილს იკმაყოფილებ. აი ეს ვიზუალიზაცია უმნიშვნელოვანესი ეტაპი არის და ამას სპეციალურად ვასწავლით ადამიანებს, რომ მათ შეძლონ კაფიო ნათლად წარმოსახვა სურვილის ასრულების პროცესის. ვიზუალიზაციის შემდეგ ადამიანმა უნდა ისწავლოს და გაივარჯიშოს იმაში, რომ ერთგვარად შევიდეს იმ როლში, რასაც ქვია სურვილ ასრულებული მდგომარეობა. აი ამ სურვილის გამოკვეთის, სურვილის ჩათქმის, ვიზუალიზაციის და როლში მიზანმიღწეული მდგომარეობის როლში შესვლის შემდეგ მოდის შემდგომ მეხუთე და გადამწყვეტი ეტაპი, რასაც ქვია სურვილიდან განდგომა. ანუ ადამიანი არ უნდა ჩაიციკლოს თავის სურვილში, ამიტომაც ის ერთგვარად სამყაროში უშვებს ამ თავის სურვილს და თითქოს გამოეყოფა ამ სურვილს და თითქოს უბიძგებს ამ სურვილს, რომ თვითონ იაროს შესრულებისა და აღსრულების გზაზე. და არა ის, რომ წარამარა ამაზე იფიქროს და ასე შემდეგ. ძალიან საშიში არის, როცა ადამიანები ჩაიციკლებიან სურვილზე. ჩვენ ყველა ერთი ძალის ზემოქმედებით ვცხოვრობთ. მნიშვნელობა არ აქვს, რომელ კონტინენტზე დაიბადე, რომელ ქვეყანაში გაიზარდე ან რომელ ქალაქში ცხოვრობ. ჩვენ ბუნების საერთო კანონს ვიყენებთ. ერთი ძალა გვამოძრავებს და ეს მიზიდულობის ძალაა. ჩვენ სურვილებსაც მიზიდულობის კანონით ვიზიდავთ. მაგრამ სანამ კონკრეტულად ოცნებების ახდენაზე ვისაუბრებთ, პირველი რაც ბოლომდე უნდა გავითავისოთ. შეუძლებელი არაფერია. რას ნიშნავს სურვილების ახდენა? ლაპარაკი არ არის 100%-იან ახდენაზე. ლაპარაკი არის იმ ალბათობის გაზრდაზე, რაც ამ სურვილის დაკმაყოფილებასთან არის დაკავშირებული. და ეს ტექნოლოგიები ზრდიან სწორედ ამ ალბათობას. ამაზეა ისინი ორიენტირებული. და პრინციპში რას იძლევა ეს ცხოვრებაში? ეს იძლევა იმას, რომ ინდივიდუალურ პლანში იძლევა იმას, რომ ადამიანი ხდება უფრო კმაყოფილი თავის ცხოვრებით, უფრო დარწმუნებული საკუთარ თავში, იმაღლებს თავის კეთილდღეობის დონეს და რაც მთავარია, იზიდავს სამყაროდან ზუსტად იმას, რაც მის ჩანაფიქრშია და რასაც ის იმსახურებს. აი წარმატების მიღწევაზე და სურვილების ასრულების ტექნოლოგიებზე მორგებული და ასე თქვათ, ამაზე ორიენტირებული პიროვნება უკვე სხვანაირად აზროვნებს, სხვანაირად ფიქრობს, უკვე ისთვის, რომ თავისი ბედისა და თავისი ცხოვრების რეჟისორი არის საკუთრივ თვითონ და არა სხვა ვინმე, რომელიც მას დაუწესებს თამაშის წესებს და სურვილების ასრულების წესებს. ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანი იყოს საკუთარი თავის გამგებელი, საკუთარი ცხოვრების კაპიტანი და საკუთარი ცხოვრების რეჟისორი და ამას ემსახურება ეს ტექნოლოგია. ეს ის წესებია, რომლებიც მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ. მაგრამ მე დამაინტერესა, რა კონკრეტული სურვილები აქვთ ქართველებს. ამიტომაც გავაკეთეთ ესეთი ყუთი, სადაც ისინი საკუთარ სურვილებს მოათავსებენ. გამარჯობა. სურვილი დაგვიწერე.
ყველას გაღიმებულს რომ ხედავდე? მინდა რაკეტა მყავდეს. მინდა ახლოს საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო თასია. მე მინდა რომ ყველა ბავშვი იყოს. ბევრი სიკეთე და სიყვარული მინდა. ძალიან მინდა ჩემი მანქანის გაკეთება. მინდა მყავდეს კაი მანქანა. ქუჩაში რომ მივდიოდე და ძალიან ბევრი ფულით გატენილი და ყველაფერი. მინდა ვიყო კოსმონავტი. მინდა მყავდეს ბავშვი. ძალიან ბევრი ლამაზი. მინდა რომ მშვიდობა იყოს მსოფლიო და მინდა გაგებებული იყოს ყველა. მე ძალიან მინდა საკრასკაიბი. მე მინდა სახლის სოფელში და 4. მინდა მერცედეს ბენცი. მინდა მქონდეს ბასეინიანი სახლი და არარსებობდეს პორტება. მე მინდა რომ ყველა ბავშვი იყოს ბედნიერი. გულით და სულით, როდესაც რაიმე გსურს, მთელი სამყარო ხელს გიწყობს მის მიღწევაში.